თვითონ ამერიკულ კანონად გვასაღებენ ამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან ბევრი გამოსვლა ქონდათ, მედია კომუნიკაცია, პოსტები, განცხადებები, სადაც ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი არის, რომ ამ კანონით არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაცია უზრუნველყონ. პირდაპირ ორგანიზაციების დაასახელეს ბევრჯერ. მე მინდა მაყურებელს შევახსენო, არც ერთი ის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ოპერირებს, მსგავსი საქმიანობისთვის არ არის რეგისტრირებული ამერიკული ფარას რეესტრში. კარგად ჩანს, რომ ამ ადამიანებმა, ივანიშვილის დეპუტატებმა, როდესაც ამ ახალი წესების შემუშავება გადაწყვიტეს, მათ დაისახეს მიზნად, რომ ახალი, უფრო საშიში რეგულაცია შექმნან, რაც შარშანდელი რუსული კანონით ვერ გააკეთეს, ტექნიკურად ახალი კანონი დაწერეს, თარგმნეს ამერიკული კანონი, ვითომ ანტურაჟი შექმნეს, რომ ამით არაფერი რუსული არ არის, მაგრამ რაჟდენ კუპრაშვილს შარშან მან არასამთავრობო ორგანიზაცია, არათუ ფარას რეესტრში, პოლიტიკურ საქმიანობაში დაადანაშაულა, სპეციალური რეგისტრაცია ემოთხოვა, ანგარიშები დაუყადაღა და ყველას გვახსოვს ერთ კვირაში მის მიერ შეცვლილი ეს გადაწყვეტილება, როცა მას პრემიერმა ბჭყალებში თხოვა ამის შესახებ. ამიტომ, რა თქმა უნდა, რაჟდენ კუპრაშვილის ხელით მოხდება ამ ტექნიკურად ამერიკული კანონის თარგმანის აღსრულება კლასიკურ რუსულად. ყველაზე გაავრცელებენ. მამუკამი საუბრა იმაზე, რომ ეს კანონი მარტივი არ ეგონოს ადამიანებს, ბიზნეს კორპორაციებს არ ეგონოს. თუ ეს ძველი რუსული კანონი მარტო IP-ებზე ვრცელდებოდა, ეს კომერციულ პირებზე ვრცელდება, ინდივიდებზე ვრცელდება და ავტორიტარიზმის ხანაში ვის როდის ვის მიმართ დაჭირდება ამ ესე ვთქვათ რეპრესიული მექანიზმის გამოყენება, არავინ არ იცის. ამიტომ ეს ტექნიკურად თარგმნილი დოკუმენტი სხვა ქვეყნის კანონმდებლობიდან იქნება იარაღი იმ თვალსაზრისით, რომ მას აღასრულებენ რუსულად. როდესაც პუტინი იღებდა ამ შინაარსის კანონს, ის კი არ ამბობდა, რომ რაღაც რუსულ კანონს იღებდა, ისიც ამბობდა, რომ ეს არის ამერიკული კანონი, ჩვენ ამერიკელების წესებს ვიმეორებთ, არაფერი სხვა ამაში არ არის. მაგრამ ნახეთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უთხრა, რომ ნურას უკაცრავად შენ ადამიანის უფლებებს არ ყვევო. მე იმედი მაქვს, რომ მალე საქართველოსთან მიმართებაშიც ანალოგიურ შეფასებას გააკეთებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც და ეს მათი ფუჭი მცდელობები და ანტურაჟები რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა კომისარმა, ევროსაბჭოს კომისარმა თქვა, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან, ადამიანის უფლებებთან, რომ არ უნდა მოხდეს მისნაირი რაღაც. დიდი ხანია არ ისმენენ ასეთ განცხადებებს გიორგი და პირიქით უფრო აჩქარებენ პროცესებს. მართლა ვერ ვეწევით. დღეში იმდენ კანონს იღებენ, ვერანაირად ვერ დაეწევი, შინაარს ვერ გაიაზრებ, რომ რაღაცნაირად ფორსირებულად მიდის ეს პროცესი. რეალურად, მოდი ძალიან მარტივად მაყურებელს ავუხსნათ, რატომ ვამბობთ, რომ ფაქტობრივად უქმდება ამ კანონებით სამოქალაქო სექტორი და მედიაც. თუ კი ისინი ეცდებიან იმას, რომ შარშან რუსული კანონით რაც ვერ შეძლეს და ვერ მიანიჭეს ესე ვთქვათ აგენტების იარლიყი შარშანდელი კანონით, ეხლა ეცდებიან, რომ ანალოგიური იარლიყი მიაკერონ, ოღონდ გამოიყენებენ სისხლის სამართლებრივ მექანიზმებს. მათი მიზანი არის ადამიანები დაგვაშინონ იმ საქმის კეთებისთვის, რასაც თვითონ წლების განმავლობაში აკეთებდნენ, რასაც წლები საქართველოში ვაკეთებდით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რაც სრულიად თავსებადია დემოკრატიულ სახელმწიფოსთან, რაც სრულიად ლეგალურია და ამ ყველაფრის უკანონოდ გამოცხადება უნდათ ამ ყველაფრისთვის აგენტის იარლიყის დარქმევა და შესაბამისად ჩვენი საქმიანობის ხელშეშლა, რომ ადამიანებს აღარ ქონდეთ საშუალება დაეხმარონ სხვებს სოლიდარულად, არ დაეხმარონ სხვა ადამიანებს იურიდიული დახმარებით, სხვა ადამიანებს სხვადასხვა კვლევებით, აღარ მოხდეს კორუფციული სქემების გამოვლენა, აღარ მოხდეს სხვადასხვა დარღვევების იდენტიფიცირება, აღარ მოხდეს ჩაგრული ჯგუფების მხარდაჭერა. ეს არის რეალური მიზანი და ის, რასაც წლების განმავლობაში ორგანიზაციები აკეთებდნენ და რაც მათთვის ნამდვილად საამაყოა, ამ ყველაფრის ხაზგასმა, ამ ყველაფრის ესე ვთქვათ სახელის დარქმევა, რომ ეს არის თითქოს უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება, რომ რაღაც სამშობლოს თითქოს წირავ და უცხო ქვეყნის აგენტი ხარ. აი ამის მცდელობა აქვთ მათ, რომ თითქოს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებდით, რომელიც სრულიად ქართულია, ქართული მოსახლეობის მხარდამჭერია, ამის მცდელობა აქვთ, რომ ეს შეფუთონ როგორც არაქართულად.